ირაკლი. რატო არ ჭამ ჩემ გამომცხარ ნამცხარს? არ მოგწონს? ნამცხარი ეს. მე ლობიანი მეგონა. კარგი, ხო, კარგი, ბეღურა. ვიხუმრე რა მოგივიდა რა, ისე ვიღლები ამ ახალ სამსახურში, აი, არაფრის თავი აღარ მაქვს. ჭამა არ მინდა ჩაის დავლევ მარტო რა. ძალიან გემრიელი ჩაია, მე თვითონ გავიკეთე. ირაკლი. იცი მე რა ვიფიქრე? მე უნდა დავიწყო კულინარის კურსებზე, აი, სიარული. ოღონდ იცი რა ხდება ახლა მომისმინე ორნაირი ვარიანტია. ერთი არის 6 თვიანი კურსები, მეორე არის 3 თვიანი კურსები და რომელზე ვიარო? ორივეზე მარიკა. შენ არ გეყოფა. ერთი არ გეყოფა ბეღურა. ორივეზე იარე. ჯერ გაიარე 3 თვიანი, მერე მიაყოლე 6 თვიანი. კარგი, მაგრამ მე იცი რა ვიფიქრე? მოდი ჯერ 6 თვიანზე ვივლი და მერე ვივლი 3 თვიანზე. ხოჩახ, აი ასეც შეიძლება. ხოჩახ, ჯერ ვქენ, მე საერთო ჯამში 9 ხო გამოდის. ხო, იარე, იმიტომ ის არ გეყოფა. ეხლა შენ მითხარი რა ხდება მერიაში, როგორ მოგწონს იქაურობა? კარგი. კარგი გავაღო? კარგი. Vale. Esa marica. მომისმინე მარიკა ვიცი რომ ირაკლის სახშია დავინახე რომ მოვიდა ხო და ვიფიქრე ცოტა ხანი დავაცდი ადამიანს ამოისუნთქოს ივახშმოს დაისვენოს რაღაცა სახში გაშინაურდეს და მერე შევალმეთქი ხო და სუსტად 3 წუთი ვაცადე და შემოვედი ხო გამარჯობა ირაკლი ინტერვიუ მინდა ჩავწერო მოდი ჩქარა დაჯექი მოდი ირაკლი მოდი თქვენ ის კეთემაღლონტი ხო? დიახ მაგას კონკრეტული ჟურნალია დიახ კეთემან რა მაინტერესებს იცი? აი ეს რადგინდა დავიჯერო ახლა ამას შენზე დიდი მეხსიერება აქვს? ვაიმე რა კარგად ხუმრობთ ფანტასტიკური იუმორის გზობა გაქვთ ჩემო ირაკლი ხო და ესე კი ვიწყებთ ჩართულია ხო დავიწყოთ როგორ მოგწონთ მერია? აი ზუსტად მაგ კითხვას ვუსვამდი ცოტა ხნის წინ ჩემ ირაკლის ზუსტად ვაიმე გამაგიჟებს ეს ხალხი როგორ უყვართ თემების მოპარვა რა ერთი წუთი მარიკა მაცადე ადამიანო გამოვა ჟურნალი წაიკითხავთ უფრო კარგად გაეცნობი ყველაფერს ლაბიანი გამოაცხე მე მაშინ არ შეგიშთით ხელს თქვენ აბა დავიწყოთ ხო უბრალოდ გავაგზელოთ აბა ირაკლი ვაგზელებთ ირაკლი ჭხი ხო ნუ ესე ხო ირაკლი ესე იგი აბა რას მეტყვით ახალს ირაკლი ახალს დიახ ახალს კეთევან გლონტი ხო კონკრეტული ჟურნალი ესე იგი ხაბოდონო კეთევან მოვედი სახლში ხო კარი გავაღე და შემოვედი. ისე ხო ვერ შემოვიდოდი კარი რა გამოდია. გავაღე კარი შემოვედი ფეხაკრეფით ასე იტყვიან ხოლმე ქართველები, იმიტომ რომ ბავშვებს ეძინათ. ხო. შემოვედი ჩუმად, როგორც კი შემოვედი, ჩემი ნივთები დავაწყე მაგიდაზე და გავეშურე საძინებლისკენ. შევედი საძინებელში ჩუმად, იმიტომ რომ ხო ზემოთ აუგდიშნე ბავშვებს ძინა. ხო. მოვიხსენი ხალხი? არა. გატყუებ. ჯერ პიჯაკი გავიხადე. რებს მიყვები. კარგი, ირაკლი, არ გცხონიას. თუ რაღაც საინტერესო რაღაცი მომიყევი, რას მიყვები? ხა მე რაში მაინტერესებს? შენ არ მკითხე ადამიანო ახალი რა ხდებაო? ხომ მკითხე, ხო და ეს მოხდა ახალი, აბა დანარჩენი ყველაფერი შენ ჩემზე კარგად იცი, ასჯერ მაქვს მოყოლილი, კაცო. რაც დაიწყე ამ ჟურნალში მუშაობა, ხან ჩემგან იღებ ინტერვიუს, ხან იუზასგან. რა გავაკეთო? ვაიმე, ირაკლი, ექსკლუზივი მაქვს და იმიტომ. მომისმინე ერთი წუთი, არ წახვიდე, გეხვეწები, შენ ხარ ირაკლი, ჩემი რესპონდენტი და ცოტა უფრო მოწიწებით უნდა მესაუბრო, იცი? ციწებით. აბა თავიდან აი ნახე რა არის ცხოვრება, ჩართე. რა არის ეს ცხოვრება, ხო?
ერთი კვირის წინ უსაქმური ვიყავი და ახლა რესპონდენტი გავხდი. იცი ირაკლი ჩხეიძე მე შემიძლია ესეთი რაღაცები დავწერო ისე უსაქმური გახდებით ხო ამიტომ ვაგრძელებ კიდევ მოწიწებული ვარ გინახავ ჩემნანი მოწიწებული არა არ მინახავს კარგი წიწები კი ბატონო ეს წიწები შეინარჩუნეთ ეხლა მომისმინეთ ირაკლი ხო როგორ შეეგუეთ ახალ სამსახურს კარგად როგორ მიგიღეს თქვენმა ახალმა თანამშრომლებმა არაჩვეულებრივად როგორ გაართით თავი თქვენთვის ასე რადიკალურად უცხო სამუშაოს? ადვილად. მე ირაკლი გეხვეწები რაღაცა მითხარი, ან რთული, ან ძიმია მუშაობა, რამე ნეგატივი დამანახე რა ირაკლი, გეხვეწები, გამოგივიდა. ძალიან ცუდი რესპონდენტი ხარ, რა გავგიშდი, ძალიან ცუდი. როგორ მიდის ინტერვიუ? არ ვიცი, მარიკა, შენი ქმარი ვერაფერზე ვერ წამოვიკიდე. გეხვეწები, მიდი ახლა ფოტოები მომიტანე ირაკლის. ხო, აი ეს ინტერვიუს მინდა რომ დავურთო, ხო ინტერვიუში მჭირდება ხო და ბავშვობიდან დღემდე თუ კი რამეა გადაღებული ყველაფერი გამომიტანე, მიდი. ბავშვობიდან დღემდე ირაკლი რა ვქნა მომიტანე? გამოუტანე არ წავა ეს, ხო იცი ისე გამოუტანე. მიდი ხო. აგრძელებთ ესე იგი ესე ხო აბა ირაკლი ის მაინც მითხარი არ იღლები ადამიანო არა სამსახურში სამსახურს გულისხმობ სამსახურში ცოტას ვიღლები მაგრამ სიმართლე გითხრათ ხალბატონო ქეთევან სამსახურის მერე უფრო მღლიან ვიღაცეები თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო რომ სამსახურშიც ყავთ თქვენ ესეთი ძლიერი კონკურენტი დიახ სამსახურშიც ყავთ ჩემი ახალი თანაშემწე ლაპარაკობს არ ჭირდება ლაპარაკობს ღონდი ხომ არ არის არა არა ვიღაცა მაინც ეყოლება გვარში ღლონტი ხო და რას აკეთებს ასეც აი რომ ლაპარაკობს რა როგორ გიშხისნერებს აი ეს მაინტერესებს მე და როგორ გაწუხებს და როგორ გაპორია არა კი არ მაწუხებს უბრალოდ ტვინს ბურღავს ლაპარაკობს არ ჭირდება მინდა გამოცვალო ნეტა გამომიცვლიდან მაგ იმას რა ქვია თანაშემწეს როგორც ახლა ეგარ დაწერო ირაკლი ჩხეიძეს თანაშემწეს გამოცვლა უნდა არა ირაკლი მაგას როგორ დავწერ ბატონ ირაკლი ჩხეიძეს და ახალი თანაშემწე ჭირდება ამას როგორ დავწერ რა სულელი ამას ნამდვილად არ აბა მანახე ვაიმე რა კარგი ვაიმე ერთმანეთზე უკეთესი ფოტო ვაიმე მარიკა აქ რა ლამაზიზე დაგაცვია ხო ამ დღეებში დამჭირდება და ჩავიცო ხო ძალიან ლამაზი ვაიმე ეს როგორ ვაიმე შეხედე რა კარგად ხარ აი ეს ფოტო მომწონს ამას წავიღე ძალიან კარგად არის ჩემი საწაიღებ ეს გინდა რომ ჟურნალში დაბეჭდო ეს ფოტო ნახე აქ სუქანი ვარ და თან სახეს მიფარავს ვახოს ხელი რა უნდა დაბეჭდო და მედალაშიკო როგორი ლამაზები ვარ შეხედე რა ფანტასტიკური რა კარგი მედალაშა ვაიმე ეს იცით რომელი დღეა სხვათა შორის თქვენთან რომ აღნიშნეთ გიგლას ჯარიდან ჩამოსვლა აქ რომ ვიქეიფეთ ეს ის დღეა ხო ვაიმე რა კარგი დღეა ხო ვაიმე ესეც რა კარგი ირაკლი ერთი წუთი ვა ხო სადღაც ნე ქვევით ვიყავი ჩასული ეს ჟურნალი ვიყიდე ქეთევანმა რომ ჩამოართვა ინტერვიუ ირაკლის დის დაიბეჭდა და ვა მოიცა მანახე რა ახალ სადა აი როგორი უნდა იყოს თანაშემწე რომელსაც ირაკლი ჩხეიძე ეძებს ოჩახ ქეთევანი ოჩახ საინტერესო იქნება ეს. მოდი იცი რა ქენი ხა შენ ეს შეიტანე. შემოვალ და წავიკითხო. შემოხვალ? მიდი ხარ სადმე? არა, დათოსთან მაქვს რაღაც საქმე. ხო და აი. დათოსთან. მალე გამოვალ რა, წავიკითხავ. უფრო მაგრა დააკაკუნე ეგრე ვერ გაიგებს. კიდე მაგრა მაინც ვერ გაიგებს. რატო ვერ გაიგებს ახლა? რატო და ბათუმშია წასული და უფრო მაგრა დააკავე რომ გაიგო. სულ დამოვიწყდა რომ თქვენ იუმორით ხართ დაკავებული ცხოვრების მოცემულ ეტაპზე ბატონო ლაშა. ეტაპს მოგწევ მე შენ, მოდი ხარ, ჰა? წამოვალ. თან დათოს დაურეკა. ისა, მართლა, რა ხო? ამირათან არ წამოხსეს შენ. დათო რომ ბათუმშია წასული, მითხრა რომ არ უთხრა ოტორი დამძებს მე ქირა გადაიხადე, გაიგე? რა უნდა უთხრა, რა უნდა წამოვწდეს ახლა? ბავშვი კი არა ვარ. ხო, ბავშვი არა. მიდი. ქისლებს გაუმარჯოს, ქისლებს. ამირანს გაუმარჯოს, ამირანს. როგორ? გამარჯოს ამირანს. რა ვიცი რა. შენ? რა. ამირან. ხო. ცოტა მაგრა დააკარგუნე, მასე ვერ გაიგოს.
რატო ვერ გაიგებს ახლა ვითომ? რატომ და წასული? შედი საქმე გახში. ხო, ის ამას წავიღე. ხო, წასული ამირა, წასული. კიდე. რაო, სად არისო დათო წასული? ჰა? დათო სად არისო წასული? ხო თქვა ეხლა? მოიჭი თვითონ დათო სად არის წასული მაგას მეკითხები თუ დათო სად არის თუ თვითონ როგორ მეკითხები არ ვხვდები რას მეკითხები დათო სად არის წასული? დათო სად ხო დათო სად არის და სიღნაღში მოიცა ნუ გამაგიჟე სიღნაღში რა უნდა დათოს აი მაგ ხელოვანი კაცია მოუქრის ხოლმე რაღაცა გაიწევა ხან სიღნაღში დარბის ხან სად დარბის ხან სად დარბის ხელოვანი კი არა აფერისტია ეგ აფერისტი ჩემთვის ხო არაფერი დაუტოვებია სხვათა შორის დაგიტოვა ამირან მომეც მომე დაგიტოვა რამდენია 24 და 50 ეს რა არის და ტენის ქვითარი ნახე როგორ მამას ხარავებს დათო როგორ მამას ხარავებს ეხა მე რო წავიდე სიღნაღში და სიღნაღში რომ ნახო დათო რა სიტყვი შენ ხო კაი აზრია სიღნაღში რო წახვიდე შენ ხო რა სიტყვი ამირან და კარგი გარემონტებული ქალაქია სიღნაღი და ხელი არაფერს არ მოკიდოი კარგი იუმორი ხო გეძალება რა გენაღულება რა აგენაღული ხანს ხარტულა რა ვიცი რა წავედი მოკლედ მე წავედი შენ ნახე როგორ გაუკვირდება დათოს სიღნაღში რო ვიპოვე აი ნახე შენ როგორ გაუკვირდება ბათუმშია წასული და სიღნაღში თუ ვიპოვე შენ ხო თამარ ნახუნა შეხედე აი 8 თვეში ზუსტად აი ასეთი მუცელი მექნება ამ ხელა ვიცი თამარ ვიცი დღეს უკვე მეოთხეჯერ მაჩვენებ ნახუნა აი კარგად მომისმინე გახსოვს მარიკამ ფეხმძიმობის დროს რამდენი მოიმატა მე გრამი არ მაქვს მომატებული აი ეს არის გენი ვახო ხო ვიცი თამარ ვიცი კეთევანსაც არ მოუმატებია ხო აი ეს არის გენი გითხარი უკვე ბახუნა მინდი რა ფანჯარა გააღერა რაღაცა სატაცურის სუნი მომივიდა გადი ბახო მეშინია რისი თამარ სატაცურის სუნის მარტობის ბახო აი რაღაცა მე ჰაერი არ მყოფნის გააღერა ფანჯარა კარგი ეხლა შენებიულა ბახუნა მარტო მტოვე ფანჯარა ხო უნდა გავაღო თამარ და აქამდე უნდა გაგეღო მე თამარ ეხლა ჩამოყალიბდი რა გინდა და ბოლო მითხარი რა გინდა აჰა ნესვი ხო წაბლი რაღაცა მოვიწყინე რა ვახუნა რა თამარ შენ კარგად იფიქრე ზუსტად რა გინდა ხო აი ნახე ჟურნალი ეხლა ვკითხულობდი აი ირაკლის ინტერვიუ მართლა მოდი დამიდე უკანა აქ მოდი ვაი აბა როგორ ესე ვაიმე იცოდი შენ ირაკლი ჩხეიძე ახალ თანაშემწესრო ეძებს ანჯერა რა გჯერა ქეთუსიას უწერია სტატიაში კარგი რა თამარ ეგრე ქეთევანს ისიც ეწერა ქეთა თოფურია ოზურგეთში თხოვდება გამგებლის ბიჭზე მე რა გათხოვდა ნუ ეთყობა რაღაცა მოხდა იქ თორე ქეთევანი ტყუილს არ დაწერდა რაღაცა კარგია ეს ახალი თანაშემწეობა და ხარ მეცადა ვახო სამსახური ჰა რა ვიცი ხა თამარ თუ გინდა და შეძლებ ძალიან კარგი იქნება რა. მე შევძლებთ და სულ მოძრაობაში ვიქნები რაღაცნაირად. მე თან თქვენ ახევაში დეკრეტულ შვებულებასაც ავიღე და კარგადაც დავისვენებ. ხო, ახუნა. აი მე მოვცადო. ნახე ისიც
განათლებული თანაშემწმიდაო. ხო, მოხოდი უკვე? კარგი, ჩამოვა. ვინ არის ვახო? ჯაბა. ჩემი? ვახო. ჯაბა. ჩვენი მწყოლი. ო, რაღაც დაგიბარებია შენ. ხო და მოვედიო, მოვიტანე ყველაფერი, ეხლა ჩავალ, მოვიტან პროდუქტებს. ხო და მერე სამსახურში. არა, ვახუნა, ჯერ ჯაბა არ იქნება მოსული, იმიტომ რომ წეროვანშია წასული. სოფელი ქონია იქ და მე დამპირდა რომ თხის მაწონს ჩამოგიტანო. ხო იცი ახლა მე მარტო ნატურალური პროდუქტი რო უნდა მივირთვა, მხოლოდ და მხოლოდ. გააღე შენ ფანჯარა რო გთხოვე? არა. გუდავ? ოხ, ქეთევან რა. ეს არის არ დავწერო, რომ ახალი თალაშემწე უნდა ირაკლი ჩხეიძესო. ეს თუ ახლა წაიკითხა ნოდარმა და მე დარწმუნებული ვარ რომ წაიკითხა. ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდები რა. ბატონო ირაკლი, შეიძლება? მოვდა? ჩაი მოგიტანეთ პირველი ხარისხის მოკრე ფრაკეს ამოვნება. დიდი მადლობა ნოდარ, მაგრამ იმდენი ჩაი და ყავა დამალევინე უკვე რომ მეშინია გული არ გამიხდეს ცუდად. მაგ ვალერიანის წეთები და მიაყოლეთ ბატონო. რა უნდა მოგიტანეთ? კაცო, ციალა ხო იცით თქვენ, ციალა. ხო და ციალა და მისი ქმარი ზეზვა, ზეზვაც გეწოდინებთ და ხო და აი მაგ ციალა და ზეზვას აჩემებული აქვს რა გვალკეში, გვალბახთან ცხოვრობთო და ხუთოთახიანი ბინა გვაქვს, ცხენი გაჭედება. თურმე ორ ოთახნახევრიან ხრუშოვკაში იხოცება 6 სული საბურთალოში. მე თქვენ გამიგია, ნატო მითხრა, მე ნატო არ გეწოდინებათ თქვენ. ნატო როგორ არ ვიცი საბჭოთა ბიუროში რომ მუშაობს, ნატო ვიცი ხო, მაგრამ მოდი ახლა ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ რა ძალიან ხო რა. ხო, გავაგზავნოთ ჩვენი საქმიანობა. მუშაობა. დედა, როგორ გიყვართ მუშაობა, ბატონო ირაკლი? ვინაჯდა რა მაქსავარძელზე ასე თქვენსავით შრომის მოყარე და მონდომებული კაცი არ მინახავს მე. გასაოცარი ამბავია. ბრავო, ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა ნოდარ. მეცაცი არა ვარ. დღე და ღამე საქმის კეთებაში ვარ გართული. ერთს დავიწყებ, დავამთავრებ, მეორეს დავიწყებ. მორჩები, მერე მესამეს, ჩემს სროვჩები უყურებ ამ დაწესებულებაში. ვის დრაში მივეხმარო, ვის დრაში ამოუდგენ მხარში. ყველაფერში შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ ბატონო ირაკლი. ყველაფერში, რაც გინდათ ვთხოვეთ. აჰა, ეს საბუთები დაახარისხე. დედა, დაახარისხება არ მთხოვოთ და სხვა რაც გაგეხარა. დაახარისხება ფერდიტაბა. მაშინ ეს საბუთები ჩაუტანე ირინას ხელია მოსაწერი. ირინაზე გამახსენდა კაცო, კაი ამა. სანამ აქ მოვიდოდა მერიაში, მანამდე მაღაზიაში მუშაობდა მენეჯერად. მე რანაირად კაცი შვილმა არ იცის, მოხდა რაღაცნაირად მერიაში და ეხა კუდი ყავარზეა ბატონო გადებული. ხო მართ არ დამავიწყეს ეს ირინასთან არის ჩასატარი ხელია ქოს. როგორ მეხმარები? დიდი მადლობა. მაგიტო არა ვარ ბატონო ირაკლი, ჩემი ფუნქცია და ამოცანა ვის როგორ დავეხმარო. რაც გინდათ ვთხოვეთ, მეტი არაფერი მავალია, ჩემი სლოგანია დახმარება. წავედი ახლა მე ბუღალტერიაში თუ არ ჩავედი ხელფასებს ვერ გაცემენ შუა. კაცო, ნინო ბუღალტერმა მთხოვა იქნება ის ჟურნალი გამოგება. რომელი ჟურნალი? აი თქვენი ინტერვიუ რო წერია. არაფერი არ არის მან საინტერესო ბოლოგვერდზე გადაშალოს და კროსვორდში ავსოს. დედა ჩემი არის გლონტი. ქეთევან გლონტის მოგვარე და მაგის რუბრიკას გამოვტოვებ მე ხა. ცოტა ავინერვიულოთ თქვენი თანამდებობის პირს საქმეს რა გამოულებს. თუ რაღაცა ვერ გაიგოთ, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ, თქვენ გვერდით მიგულეთ. მალე მოვალ მე არ ინერვიულოთ. აბა სამოგიტანთ როგორ წეწავიდეთ. მაგაზე დამომახსოვდა რომ მოვიდიო და ესე ჩამოსვლა და 1 2 3 4 დამომახსოვდა მაგას. ოჩა. და რა მაინტერესებს ეს მე მარჯვენა პროფილი არ დაგიზიან და მარჯვენა პროფილი? არა ლაშა, ეხლა უყურე რა ხდება. აი ესეთი უცნაური ჩვეომაგ ბავშვობიდან მე საერთოდ რო ვეცემი ხოლმე საერთოდ. ხო ხტები, ვეცემი მარცხენა პროფილით. აი ეგ ჩვეომა გაიგე და იმიტომ არის ეს მარჯვენა პროფილი კარგი რომ აქ თორე ეს რა თუ არ გამეშეხედა. ხო გახჭებული აღარ ვარ. იმიტომ არის ეს რომ აქ კარგი, ხო? ძალიან. აი ეგრეა, ჩვეომაგ ბავშვობ. მოვიფიქრე. აი ეხლა მოვიფიქრე რაც უნდა გააკეთო შენ. რა?
რა უნდა გააკეთო უყურე. რაღაცების შეგროვება დაიწყე. ანუ დაინახე რაღაცა მოგეწონა აიღე შეინახე. დაინახე აიღე შეინახე შეაგროვე მე ეს. ანუ კოლექციონერი ანუ კოლექციონერი გახდა. ხო. კარგი იდეა, არ არის ცუდი იდეა ისე პატა. ისე მე ბავშვობაში რაღაცებს ვაგროვებდი, ხო? მართლა? რას აგროვებდი? რას ვაგროვებდი და მარკებს და სიგარებს. მარკებს და რა მაგარი, რატო დაანებე მე რატო შეეში რატო აბა? რა ვიცი, ის მარკა დაიხადა, სიგარა მოწი. მეც ვაგროვებდი სხვათა შორის რაღაცეებს. მართლა? რას აგროვებდი? რას და ბრძნულ გამონათქვამებს ვაგროვებდი. ბრძნულ გამონათქვამებს ვაგროვებდი. ბრძნულგა? რა უყავი მე? მეგობრს გაუცვალე გიტარაში მე. კარგია ის. კარგი გადაწყვეტილება, ოჩახი, კარგია. მაგრამ რა არის ხა ფიქრობ ეხა მე ვფიქრობ და ვერ გადავწყვიტე. რა. ისი შეგროვება დაიწყო. დაიწყო რატო გააგრძელე. რა. რათა ცოლების შეგროვება გააგრძელე. სამი ხო ყავს და გააგრძელე. რაღაცა უნდა დაიწყო ბარა. და შენ ახლა თვით გადარჩენის ინსტინქტი აღარ აქვს. არ შეიძლება ნამდვილად. შეიძლება. ამირა. მოვედი რა. მოხვედი? რას ლაპარაკი? მოსულა. რაგი მოვიდი. რანაირი ხასიათი? დაჯიქ. აი ამ წუთას მოვდივარ სიღნაღი. სიღნაღში იყავ. იქიდან მოხდ. მე ნახე ის დათო ნახე? დათო კი არა, ჩემი მევალე ვნახე და რაც ფული მქონდა ისიც სამართო. არ დაგმართნია შენ კარგი ამ. ამირა, რა არიცი? ხო ხედავ, ახლა ამ დათოს იმედად რო არ უნდა იყო, კაც წესით უკვე ამდენი ხანი უნდა ამჩნევდე. რა ქნა და დაიწერა მე სამსახური რა. დაიწყე და მიიყენე სამსახურს რაღაცას. აი მაგალითად ირაკლის სჭირდება თანაშემწე. კი. თან ამბობს ესე კომუნიკაბელური უნდა იყოსო და ესეთი კადრი ჭირდება რა, გამოცდილი კადრი. მიდი დაელაპარაკე და დაიწყე ირაკლისთან მუშაობა. აჰა. ხო. ეს კომუნიკაბელურობა არ გაკლია შენ. ხო და ეს ეხა აი ვიფიქრე მე მაგიდა. ვიფიქრე. მე არ უნდა მუშაობდე მერიაში. რაც მე თბილისში სახლები მაქვს გარემონტებული, ეხლა ჩემზე უკეთესად ვინ იცის რომელ სახლს რა პრობლემა აქვს. არა, ეგეც მართალი. კი. ხო, ეხლა მე რა ვიფიქრე? ხო. რა ვიფიქრე, რა შეიძლება ეხლა ამერანს რო ეუბნები რომ იქო მიდი მერიაში მიდიო. რო ეუბნები, მიდიო. ის რაღაცა ვაკანსია არის მშვენიერიო, ხო? კომუნიკაბელური რაღაცებს ეუბნები. უმუშევარი კაცი ხარ, ხო? საქმე არ გაქვს. ადა კიდე შენ თვითონ მიდი იქ მერიაში. მიდი და შენ თვითონ დაიწყე მუშაობა, მშვენიერი ვაკანსია მართლა, ხო? რო დაფიქრდი. ხო. კი. ისე შენ რო გეუბნები ეხლა მე რო იქ მიდი მეთქი რა. მე რომ მივიდე რა მართლა მშვენიერი ვაკანსია. კომუნიკაბელური, აი ეხლა აი შემომხედე თო ჩემზე მეტი კომუნიკაბელური ვინ არის საერთოდ დედამიწის ზურგზე ვინ არის აი მითხარი ჩემზე მეტი კომუნიკაბელი ხო ვინ არის ჩემზე კომუნიკაბელი არა მივალ რა გინდა შვენიერი ინტერვიუა კი, მშვენიერი ინტერვიუა, ვიღურა, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე, არც ერთი პასუხი არ არის ჩემი გაცემული. საიდან მოიტანა, რა დაწერა, რაც უდოდა ის დაწერა ყველაფერი. ანის საიდან მოიტანა, რომ ფარიკაობაზე დავდიოდი და ზავარ, რა ქვია, საქართველოს ჩემპიონი ვარ ფლორეტში. საიდან მოიტანა? არც უძეთ ფლორეტი რა. აი, ბაგაზე მე ბევრი ვიცინე უკვე. ხო, იცინე, აბა მე მკითხე ერთი. ის რამ დააწერინა, კაცო, ირაკლი ჩხეიძეს ახალი თანაშემწე საყვანა უნდაო. რა არ გინდა? მინდა, როგორ არ მინდა, მაგრამ ეს რა ჟურნალში დასაწერი იყო. თან ნახე როგორ ჩამოაყალიბა, მომეცი. ნახე როგორ ჩამოაყალიბა, რომ ჩემი თანამშრომელი თურმე უნდა იყოს, ჩემი თანაშემწე უნდა იყოს კომუნიკაბელური, განათლებული და შრომის მოყვარე. ეხა ეგ მასწავლის მე როგორი მჭირდება? რა იცის ჯერ მაგან მე როგორ კომუნიკაბელური უფრო მინდა თუ შრომის მოყვარე თუ სამივე ერთად კომუნიკაბელური მოიცადი რა დედა რა კომუნიკაბელური ადამიანი ვარ ირაკლი მე
კი არ ვიცოდი ასეთი კომუნიკაბელური ადამიანი თუ იყო. მართლა გეუბნები, მართლა. ხო. ირაკლი ის მერიაში რამე ვაკანსია ხო არ არის შენ? არა? არა? და ვინმე ხო არის ის შემთხვევით კომუნიკაბელურ ადამიანს რო ეძებდეს? არის მაინც რო იცი, არა? მე მგონი არა. არა. არა, მაინც გითხარ ესე რო იცოდე რო რაღაცა რა. აჰა. გამარჯობა მარიკა. სახში ხართ ჩხეიძეებო? როგორ ახართ? აბა ეხლა მითხართ მარკა ყავას დავლევ რა. შენ როგორ ხარ თამა? კარგად, მარკა გადასარევად. აი, ხო ვარ ფეხმძიმედ, მაგრამ სულ დავდივარ, სულ ენერგიაზე ვარ, სულ რაღაცა ქმედება მინდა. ხო, არა, ესე არ ვეშვები. ძალიან შრომის მოყვარებ ყოფილ ვარ, ძალიან. აჰა, წავიკითხეთ სტატია? ვაიმე, ირაკლი, რა საჭირო ამდენი რა საჭირო იყო ეხლა მაგ ფორმით თქვა პირდაპირ ვერ მითხარი რომ ჩემნაირ ადამიანს ეძებ? გეთქვა რა უცხო ხარ, ვერ გაგიგებდი. შენნაირს ვეძებ, თამარჩი, როგორ მიხდი, რომ აი ზუსტად შენნაირს ვეძებ? მე ისიც უთხარი ქეთევანს, რომ სასურველია ფეხმძიმედ იყოს მეთქი, მაგრამ ეთქობა გამარჯობა. ეტიტუდი გვაცადე მე და ირაკლი საუბრობდით. მოდი ირაკლი. ლაშა მე ფეხმძიმედ ვარ და ურიგოთ უნდა გამიშვა. ერთადერთი ირაკლი იცი რა არის? დეკრეტულ შებულებაზე მინდა დაგელაპარაკო. დეტალები უნდა დავაზუსტო. აჰა, უკვე აჰა. გამარჯობა მარიკა, გამარჯობა ლაშა, გამარჯობა ირაკლი. კიდევ ერთხელ გამარჯობა ირაკლი, გამარჯობა. სულ დროს ხო არ მოვედი ირაკლი? გააჩნია რა გნებავთ. რა უნდა უნდოდეს ჩემისთანა უბრალო და განათლებულ ბიჭს ირაკლი? არაფერი. რაღაც საქმე მაქვს და მე დაგელაპარაკები. რა უნდა უნდოდეს ნეტი? ირაკლი, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდე, კარგად გახსოვდეს, რომ ჩემი და არის ჟურნალისტი და რამე სკანდალი არ გაგიშანშალო ჟურნალში. გალაპარაკი არა, ირაკლი უცხო ხო არ არის, ვიღაცა ხო არ არის ირაკლი. ირაკლი არის ჩვენიანი და ეგრე ლაპარაკი აღარ გავიგო. როგორ მეხმარება ეს კომუნიკაბელურობა ადამიანებს? გამარჯობა პატა, გამარჯობა ლაშა, გამარჯობა თამარ, გამარჯობა ბატონო ირაკლი. გცალიათ? გააჩნია რა გინდა? ეხლა როგორც ძველმა მოფარიკავეს ერთი ორი წუთი რომ დამithვა რა. დავძანდით ბატონო ამირან, დავძანდით. დავძანდით? მადლობთ. ბატონო ამირანია თქვენთან მოსული და მიიღებთ. ამირან, ბატონ ირაკლის დღეს არცალია მიღებისთვის და ხვალ მოგძანდ. მე გაგაცილებ ამირან. მე გავაცილებ ამირანს. თავიდან მე მოვიფიქრე ადამიანთან ვარ მოსული საქმეზე. მე მინდა უბრალოდ გავაცილო. მე ხო არაფერი არ მინდა და ძალიან ხოდუარს. კი ბატონო ამირან გაგაცილებ. მარიკა ასე წყნარად რატო უყურებ ჩემ ტანჯვას, ა? მითხარი რაღაცა მირჩი ამოიღე ხმა. რა გავაკეთო მითხარი? სამივე აიყვანე და ერთი კარგი თანაშემწე გამოგივა. აჰა, ხოჩახ ბეგურა. მომეწონა, კარგი იუმორი აქვს. ჩაიწერე. ეს არის ჩემი სამსახურის ნომერი. ხო? ჩაიწერე. რა? კი, წაიკითხე ხო შენც? ხო, ავიყვანე. ახალი თანაშემწე ავიყვანე. კარგი, იცნობ. შენ იცნობ. კარგი გოგი, კარგი. შემომიარე რა. ხო? კარგად. ბატონო ავა მოგიტანეთ. დიდი მადლობა ამერიკო, რატო წუხდებოდი, არ იყო საჭირო? ვიცი რომ არ იყო საჭირო.
ეს მარტო დღეს. რაღაცით მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამსახურში რომ ამიყვანეთ. დიდი მადლობა. თავისუფალი ხარ. Thank you.